გამარჯობა თქვენ უყურებთ სპორტულების მორიგ ეპიზოდს გიორგი ჩუბინიძესთან და აკაკი დარბაიძესთან ერთად. სტუდიური სალამი ძმაკაცო. ჩვენს ძვირფას მაყურებელს გვინდა უთხრათ, რომ ეს არის სპორტულების პირველი სეზონის ბოლო ჩაწერა და ძალიან დიდი მადლობა გვინდა გადაგიხადოთ. მე მგონი ძალიან კარგი გამოვიდა. ამაზე მეტყველებს ნახვებიც, კომენტარების, ბოდიში მომითხოვე და ის ფიდბექიც, რაც თავიდან ბოლომდე თქვენგან წამოვიდა და ძალიან დიდი სიყვარული აქედან. კი ბატონო, დიდი მადლობა კვეთში დგომისთვის, ყურადღებისთვის, გულშემატკივრობისთვის, გვინდა ასევე დიდი მადლობა უთხრათ ლიდერ სპორტს მხარდაჭერისთვის, გთხოვთ რომ გამოიწეროთ კეთილების და ლიდერ სპორტის YouTube არხები. ახალ სეზონამდე მცირეოდენი პაუზა გვექნება. ეს გვინდა უთხრათ ჩვენს მაყურებელს და ასევე გვინდა უთხრათ ჩვენს სპორტსმენებს, ფეხბურთელებს და ასე შემდეგ. ეს პაუზა ძალიან კარგად გამოიყენეთ მეგობრებო, იმიტომ რომ ამ პაუზის დროს გაკვირდება ზუსტად ქალბატონი ლუიზა და შეეცდება მომავალი სეზონიდან თქვენი გამოჭენებას. ახლა კი ვნახოთ ამ სეზონის ბოლო გამოჭენება ქალბატონი ლუიზას ექსკლუზივი ჩვენს ეთერში. გამარჯობა გოგოებო, დღეს მამინდა გესაუბროთ ყველასთვის საყვარელ ფეხბურთელზე, ნეიმარ დოს სანტოს ჟუნიორზე. მაგრამ ჩვენს დაუძახოთ რაღაც და მესე უძახო და ნეიმარიც რაღაც ყველა ფეხბურთელი გაჭირვებაში დაიბადა. ტანჯოლის თავს ფეცავარ თუ და მაგოგლოს და რანაირი რაღაცა არის ფეხბურთი რაღაც ყველა გაჭირვებაში დაიბადა. ნეიმარი ხშირად ხამს ნაკები ესეთ ფეხბურთელებს როგორებიც არიან როლანდო რივალდო, როლანდინიო პელე და სხვა ერთმანეთის გამონაცვლებში დაზდელი ფეხბურთელები. ხარ ამნაირი ცნობილი ფეხბურთელი, თალე მსოფლიო გწნობს, თალე მსოფლიო იძახის ნატაშან დედასაო და შარო დედა ხარ და შენ ამ დროს ხვდები 23 წლის ბიჭს შეშახდა ტიფა და სირსვილი. ეს ამბავი რომ გავიკე ვეფიქრა სპეცომ ჩავან საპაულოში სპეცომ ჩავალ და დავაწეწყნე თმებში ბოზანდარა გათქმა. მაგრამ შემთხვევაში ხდა სტატია. ნაიმარს ეწელა ჩაგულაბრებად მაო, ცნომაო, ამ დედაჩემის საყვარელსაო, ჩაულაბრები კარგი ურთიერთობა მაქაო, მისვლა-მოსვლა მაქაო. მაგრამ იქნა ჩავსულიყავ, ჩავთრაულიყავ. მე არ გამოჩნდებოდი შტაბედებელი. კიდე კაი არჩევად, მე საკენ უგზარის უნდა ეგინებია და გაცექნებოდა მართალი. იმდანი გახარება ჩემ ტანჯოლის და მე ასე უგზარის რო უგინებია ჩემთვის და მართალი აღმოჩენილიყო ის. რა ვიცი, ბავშვს თუ დამტრეული აქვს ფეხები. აბა დედამის რატო უმტრავს ფეხებს? იქ კახმას 24 საათი ჰაერშია. ნეიმარზე რო ყოფილა დედამის შორსვა თავიდან უნდა დათრო და ვარც არის ხოლმე პაპუის სახელი რიკარდო დაარქმიათ. მაგრამ დასიზბრები არ დაარქვა რიკარდო ნეიმარი დაარქვა. გაბუწკა ტანში ზუსტად ტანჯოლი რო ვიყავი ფეხს მან დამასიზბრა მამული დაარქვიო. თან მე პორტუგალიურად ეს მამული ხო ნეიმარს ნიშნავს. ახლა ტანჯოლის კაპიტება კი არ ჭირდება, მაგრამ ასე არის ნათქვამი. სადაც ყვაში აქ ექშენიც არ დაივიწყო. ნეიმარი სამეყვარს ტანჯოლისგან არ ვანსხვავებ, მაგრამ ერთ რაღაცაში ძალიან მომტყუნებ, ძალიან შეაშალა. ბაბუამეს რიკარდო რო დაეღუპა. 40 არ იყო გასული, ამ წითლად შეიღება თმები. დედამისისთვის უთქვიათ, მაგრამ ქალებს აგიო ძალიან შაგაშალათ ნადიმ გონშალვესო. რა შაგვაშალო რა უჭერს ვახა ვინას გაიგებსაო. რა ვინას გაიგებს გოგო, მთელი ფაველა მაღაზია ლაპარაკობსაო. რა ვარ შეამჩნევდით? მას პეცო არ მეხსანებიან ნეიმარის მამა. არ იყო სახსენებელი და იმიტომ სოლი მაგან ვერ დაიკავა. შვილი მაგან ვერ დაინახა. რაც მეწვავე და სამეწავე ტაკელის ოტყაში რა დაღჭა შეგნეთ რა არის ჩავარდნელი აპარაი. გუსტავო ძალიან არ უნდა თურმა ნეიმარი რო ფეხბურთელი გავხდარიყო. სულ აჩხუბებოდა რაღაცაიო. ნორმალური ნახე მამაო. რაღაცა იმნაირი ნახე ცოტა სერიოზულიო. შურით ხვდებიო აფთიახში რო შევდივ არაო და თეთრ ოჩკებში გამოწყობილი ბიჭები არიანო რაღაცა მიბაძა იმათაო. ნეიმარს უთქვი არაო, მამაო მე ფეხბურთი მინაო, ფეხბურთი თუ გინაო და დიეო იმას ტალახი ამ ბურჩანი ასე და ესეო გამწარებულა გუსტავო ცოტა ნასმიც ყოფილა გამოვარდნილა გარეთკანე დამჯდა რა მანქანაზე და კოდუკრია ზაჟიგანი აი გამოსვეთ ნადიმ გონშალვეში. არეკაო გუსტავო არ დამღუპაო, სადმეტე ხარაო, ძალიან კლახასის მარი მაგ ნანახიო. გადმოუყვია თავი ასე გუსტავოს მანქანიდან. თხეო 23 წლის მოტრუქთან წვეხარაო ნადიმო და ღამერ ჩემთანაო და სიზმას როდის ნახულობ მე შენი და დამავტყანაო კოდუკრია ზამოკი და გაქცეულა მოყარაში. თერმა მსოფლიომ რო ხელეს გულზე კატაროს და დამარუნა შეარცხინოს ბავშვი. ასე არის ასე. პედაგოგიურათაც და ადამიანურათაც და პატრიოტურათაც.
აბაშანეც ნეიმარო. ეთამაშა ფეხბურთი. აყავი კარგად ჯამთალად. ახილაში ეკნები ბარსელონაში ეკნები პასაჟაში ეკნები თუ სადაც ეკნები გახსოვდეს რომ შენ ხარ დოს სანტოსების თვალიშვილი. რას გეტყვი კიდე იცი? ის საკრასკოვებს დაანებე თავი საჭმელი ეყიდე მაგფულით რომ დადიხარ ტანჯულისავით. დედამე სხვა რა წენებოდა ეს რაც ვილაპარაკე. მაგრამ თუ შამხთა მაცვატყი მაც მაწყინაშანი კაკი ქალობის ამბავი თქო. კაკათ ეყავეთ გოგოები. მადლობა ქალბატონ ლუიზას ამ ბოლო ექსკლუზიური გამოჩენებისთვის და იმედი მაქვს რომ მალე შევხვდებით. ბოლო ჩვენ ინტერესტვეს იყოს. ახლა კი გვინდა ეთერი დაუთმოთ საბჭოთა კავშირის ავტოწარმოების ბოლო ექსპერტს, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ უმუშევარი დარჩა. იმედია დროებით. ნახოთ ბატონი ჯერემი ჩუბინძის ავტობლოგი. გთხოვთ. მოგესალმებით, ჩემო, ძვირფასო, ტელე და რადიო მსმენელებო. მე ნუგზარი ვარ ჩუბინძე, ნუგზა კლაქსონი, პარტომ ასისტენტი, სესაიუზნი ავტობლოგერი. ახლა კარგად მოკალათით თქვენ აგურ შეყუდებულ სიდენიაზე და მომართეთ ტელე და რადიო ტექნიკა ჩემზე, რადგან თქვენ დღეს გადაცემაში ნახავთ მანქანას, რომელმაც დროზე გაიმარჯვა. არც მეტი არც ნაკლები, პაბედა მეგობრებო, იოპტუაიუმად. ჩემს ძალიან მაგარი მაყურებლის თვალს რა თქმა უნდა არაფერი გამოიყარება. რა თქმა უნდა ამ მანქანასაც ჭირდება პარკირება. ჭირდება? ეს ის შემთხვევა არ არის მეგობრებო. მას არაფერი არ ესაჭიროება პარკირება. სტალინთან მივიდნენ საბჭოთა კავშირის მეთაურობა. ასეო ისეო ტავარი სტალინო. ომი მივიგეთო. ძალიან კარგი არის საუგასო, მაგრამ ბატონო სტალინო, თქვენი ხო არ გამოუშვათ. განცვლითა სტალინი. მე თქვენ დედა მოვტყანო. ომი თუ მეიგეთო, თქვენი კი რაღაცა ისეთი გამოუშვათ ხალხს უხარდეს და გამოუშვეს პაბედა. ეს ესკიზები და ყველაფერი რო დაიხატა მაშინ კომპიუტერში. მივიდნენ სტალინთან უკანა და ასეო ისეო ბატონო სტალინო, ყველაფერი ძალიან მაგრად არის უგამზადებულიო. თქვენ თამოჭიდება. ძალიან კარგიო კაცო. ბოდიში მომთხოვე და რა სარქმევთ მანქანას? თავისთავად იქვე ერთ-ერთმა ძალიან თამომწონე წამოყო თავი და მე ვიტყვი ბატონო სტალინო, როდინას ვარქმევთ. კაცო. ამე იყო გულის ჯიბიდან სტალინმა ჩიბუხი. ჩაყარა სიგნით თუთუნი. დაგრა ნაბაში დაგრა მეორე ნაბაში დაარტყა მესამე ნაბაში და მე თქვენ დედა მოვტყანო სამშობლოს რა ფასი უნდა დაადოთა. რა ფასი უნდა დავადოთო, რა ფასი უნდა გამევიდა უკრინა ერთ-ერთი და მოუხია სტალინს 5000 იმალეთიო. ამხანოგო სტალინო. ამეღო ეს გამეიღო სტალინმა ეს ჩებუხი. გამოყარა თუთუნი, პატარა ვიაზანი მოვთული ხოლა ჯიბეში. გამოჩხრიკნა. გამოასუფთავა და მე თქვენ დედა მოვთხოვრო სამშობლოსო, ფასადებთო 5000 მანეცაო. სად არის გინდა თუ არა ჩემი თუთუნიო? ყალიონი ჩემი მზადო, აღარ იყო თავისთავად თუთუნი. რომელმა მოწია თუთუნი თქვენი დედა მოვთხოვრო და გაიყვანეს და დახვდეს ყოველი მეორე. ყოველი მეორე. ძალიან ხშირად ყოფილა. ამაზე უფრო მეტად ჰუმანური საქციელები, როდესაც ყოველი მესამე დახვრეტილა, მაგრამ ამას კი არა, ამენ გასავლის იქნა სკოლაში რომ ბავშვებმა გაიგონეს სწორი ბელაძე. პაბედა ერთ-ერთი მანქანაა, რომელმაც დროს გაუძლო, მაგრამ ჟანქს ვერა. თუ კიდევ ასეთ მანქანას ვინმე გამოუშვებს, მე ამ წუთშივე თანახმოვარ მესამე მსოფლიო ომის სამოწყებას. ჩამოძვირფასებო, პაბედას აბსოლუტურად თლიანი ნაწილები გამოდიოდა და
პროექტებოდა საბჭოთა ინჟინერების მიერ. და როდესაც რიგი მიდგა გადაცემათა კოლოფზე, სტალინმა თქვა: "ოპა, გაჩერდო. გადაცემათა კოლოფიო გერმანელ ინჟინერებს გავაკეთებიოთ." მაინც ვიღაცამ წამოყო. დავიდა, რატომო? დავარი სტალინო. მე თქვენი დედა მოვთხოვნა, აბა როდის იყო საბჭოთა ინჟინერი სადნიხოძე მუშაობდა. საოცარია რა, ამოიღო ყალიონი თუთუნის ჩაყრაუნა და მოზესილი იყო ჩოუკიდე და დაკრა ერთი გულიანი ნაპასი. ვაიმე შენ გენაცვალე. ვახ ამერიკას რო პაბედა ყოლებოდა კენედის აუცილებელს მასში ჩასხრილავდა. რა ის ლოჟა ბიჭო. გერმანელებსაც დომიათ. მოდიო მაგის ჭკუაც ვატირეო. ჩვენც გამოუშვათ ძალიან მაგარი პაბედაო, მაგრამ რა უნდა დაერქმიათ? წაგება. პირველი მსოფლიო ომი რო დამთავრდა, რუსეთმა გამოუშვა ძალიან მაგარი გუსეницებიანი ტრაქტორი. მეორე მსოფლიო ომი რო დამთავრდა, სტალინმა გამოუშვა ძალიან მაგარი პაბედა. მე ამათი დედა მუთხრა, კი არ დააყენებენ მესამე მსოფლიო ომს, საშუალს ბიჭო. ოხ დედა, მე რა გენახათ თქვენ რა გამეეშვა რუსეთს. მაგრამ რა ადგინა? ირბინეს დიპლომატებმა პაპკებით შეცეს სალამ ხელი არ ჩამოვართმევენ ხალხს ერთმანეთს რავა. პატარა პულს კი არ იღებენ მაგენის ჭარტალში. ბოლა ციგარეტად პუტი უკათ. ასე არ შეიძლება. ზედრა ომი ვინატროამი. პოტიში. პირველად პაბედა საქართველოში ჩამოვიდა. იმ წუთშივე კონცესებიეთ მახარაძეში შეიყვანეთ ეგიო. ახლა არ ვიცი იმ ქალაქს რა ქვია. კომპიუტერში თუ ნახამ თუ არა, მე არ ვიცი და არც ვაღიარებ მაგნაირ რაღაცებს. ქალაქს რომ მახარაძეს გადაარქმევ, რას არქმევ უკეთეს. ახლა ძალიან კარგად მომისმინეთ. ენა ჭარტალად დიპლომატებო. იუგოსლავია ხო დაშალეთ? საბჭოთა კავშირი ხო დაშალეთ? ჩეხოსლოვაკიაც ხო დამიშალეთ, მაგრამ პაბედას ხო ვერ უკენთ ვერაფერი. კიდე ძალიან ბევრს მოგინელებთ. და ბოლოს რა არის პაბედა მეგობრებო? რა არის პაბედა? ფაშიზმზე გამარჯვების სიმბოლო. ფაშიზმზე გამარჯვების ძალიან მაგარი სიმბოლო. თუ ფაშიზმზე გამარჯვების ძალიან მაგარი გამარჯვების სიმბოლო. პაბედა რა ჩვენი. მადლობა ბატონ ნუგზარ სამსაუცარი ავტობლოგისთვის. სამწუხაროდ საბჭოთა მანქანების რაოდენობა მარაგი იწურება. ჩვენ ახლა პაუზაზე გავდივართ და იმედია ორ კვირაში რაღაც ახალს გამოუშვებს საბჭოთა წარმოება. ეჭვიც არ მიპარება. ჩვენი სტუმარია სცენარისტი, იუმორისტი, ჭიათურისტი და წარუმატებელი მეთევზე დიტო კუპადაძე. Ravakharzmakatso. და კარატისტის. კეთილი იყოს შენი მობრძანება. გაიხარეთ, კეთილი იყოს შენ. რაღაცა კავშირები მგონი გაქვს სპორტულებში და როგორ ხარ პირველ რიგში? კარგად, მადლობა თქვენ როგორ ხართ? რა ვიცი, ჩვენც არ აგვიშავს. ეწვერიგას გაგიშვიო. ვის გლოვო. ილოცავთ გადაცემის დაწყებას პირველი სეზონია და წარმატებები და ძალიან ბევრი სეზონი იწვევო მომეწონს და დასკვნითი სერია კი არა და გადაცემა გამოდის ახლა ეს ჩემო დიტო და ძალიან მაყურებელს ბევრი დაგესკვნათ ეს საინტერესო დასკვნები და ამ გადაცემასაც ერთად ვასკვნით ეგეც გვინდა რომ უთხრათ მაყურებელს აუცილებლად ერთად ვიმუშავეთ ჩვენი ტიტრები არ საუბრობდა ამაზე მაგრამ უნდა უთხრათ მაყურებელს რომ ერთად შევქმნით ეს ძვირფასი გადაცემის ამბავი და მე ერთმა მოგცეს ჩანი მუშაობის ერთად ყოფნის გაიხარეთ დიტო ჩემო კარგო დავიწყოთ რა თქმა უნდა პირველი კითხვა გქონდა ესეთი ყველაზე მთავარი რაც არის ჩვენთვის რატო არ წხვენ ჭიათურას არ ველოდი პირდაპირ. ხო, ესეთი კრიტიკული განწყობი თუ დავხვდებოდით, მაგრამ მე მაინც მოვედი.
ჭიათურად მოდი რეალურად ვისაუბროთ ახლა მაგაზე რა. ხო, რეალურად. იმიტომ რომ მართლა არსებობენ ადამიანები, ვისაც მან ზღვარი ცოტა სხვანაირად აქვს აღქმული და რაღაც სიცილსა და დაცინვას შორის ცოტა თუ გაბრაზებულია შენზე გეუბნება რომ დაცინი და თუ კაი ხასიათია, ის ხალისობს ამ ყველაფერზე და. ჭღანაო, შეგიძლია. და ამაზე ჩემი პასუხი ის არის, რომ იუმორი არის ძალიან მნიშვნელოვანი თვისება, რომელიც ყველა ადამიანში არსებობს და ყველაფერზე შეიძლება სიცილი, რა თქმა უნდა, ეთიკის და სხვადასხვა მორალური ჩარჩოების დაცვით და ჭიათურას სერიოზულად რატო გიპასუხეთ არ ვიცი, მაგრამ მოკლედ ჩვენზე თუ ვინმე ფიქრობს, რომ ჭიათურას დავსინით, ეს ასე არ არის მეგობრებო, მაგრამ ეს თქვენი უფლებაა, რომ ეგრე ფიქრობთ, მაგასაც არ აუშვეს. ო, არასდროს მაგ ეთიკას და საზღვრო ჩვენ არ გავსცენიგორ და პირიქით. ბიჭო, როგორ არის ხოლმე იცი? ნუ დაცინით ბიჭო ჭიათურას. თან მოდი გაგოცა. არა, მაგარი ხა. ან ეგარი ხოლმე ძირითადად, მაგრამ მაინც ხო. მე შემხდა ქალბატონი, რომელმაც ბავშვთან ერთად მოდიოდა და შენ ხარ ხო ჭიათურლებს რო დავცინი? გავშრი ახლა მეთქი რა. მოდი სურათი გედეიგე ბორშთან და ჭკვიანად იყავიცო და თან უყარდე თან ცოტა გაბრაზებული იყო. ხო რა, ბევრჯერ გვიწევს ხოლმე ამის თქვა, მაგრამ პირიქით რავი, ჭიათურაზე თუ ვინმე ცუდს ამბობს, ეგრევე ყელში ვეცემით ხოლმე და არ გვინდა რომ იფიქროს ხალხმა ესე რა. იმ ცოტა ნაწილმაც ვინც ფიქრობს. აბა ნეტა ვინმე მგაბედოს და მართლა დაცინოს ჭიათურას და მე ნახავი ისე ის. დიმა მიყარხარ ჭიათურლებო ძალიან кайფი. ჩვენს ასე დიმა თითქოს ერთი გზა გვაკავლილი, როგორც თითქმის ყველა იუმორისტმა ქვეყანაში, ან სანგანიდან დაიწყე შენც. კი, ნამდვილად. ჭიათურიდან, ხო? ჭიათურიდან, კიდე იუმორი კიდე. ხო, შეიძლება ჭიათურში არ ითამაშა ის დალოცვილი კავეენი. ხო, შეიძლება ითამაშო ხარაგაულში. ხარაგაულში და ჭიათურიდან მოცხო. ზოგადად იუმორი არის მაგიტო მიყვარს განსაკუთრებით ჩვენი სფერო, რომ ეს მარტო კავეენიდან დაიწყე, ან მე შოუში გააგზა. იუმორი დაიწყე მაშინ, როცა შენ პირველად ჩათვალე შენს ტვინში და გონებაში, რომ რა კარგია, შინაგანად რაღაცნაირად იგრძნობა ეს, რომ გააქვს და გინდა ამის აფიშირება და პირველად როცა შენ თქვა ხუმრობაზე გაგიცინა სხვა ადამიანმა, ალბათ ეგ არის საწყისი რა, ყველაფერს. პირველი ხუმრობა როცა გაგზრა, ასე რომ. ხო, და ვიღაცა რო გააცინე და ეს მდგომარეობა ძალიან მოგეწონა, რომ შემიძლია ადამიანები გავაცნო. ეს ძალიან ბევრ ადამიანში ყველა იუმორისტი ვერ გახდა, ვისაც ეს უგზნია რა თქმა უნდა და მე ხა ვიცი, რომ ძალიან ბევრი ადამიანი ბავშვიც გვიყურებს და ამით ეს არის, რომ სხვას რო აცინებს, ეს ამით თვითონაც იღებს სიამოვნებას. ეს არის დიდი ალბათობით ყველა კი არა უმეტესი ნაწილი იმ ხალხის, ვინც ეგრე ხუმრობს, აი მაგალითად ჩვენ ჭიათურიდან დავიწყებ, ალბათ უდიდესი ნაწილი საერთოდ არ არის ამ სფეროსთან არანაირი კავშირი, მაგრამ ბუნებრივად აქვს იმ ხალხს იუმორი, რომ აი ესე სოფელში ბირჟაზე მოყოლილი იუმორი არის, არ ვიცი, აი ჯერის მიკვის ხოლმე საიდან აქ ამ ხალხს ეს ნანახი. არის ხალხი, რომელიც ისე გადაოს მართლა რო არ გასულა ჭიათურის სიკეთე. მოკლედ ძალიან დიდი იუმორის მქონე ქალაქი გვაქვს და ალბათ მაგანაც განაპირობა ჩვენი ესეთი სტარტი იუმორის ამბებში. ბევრზე ითქმება რომ წეიყვანეთ ესე იქაო. ხო, ესო დათრება არაბიძე კი ვერ ჯობია ამას. დამოლები სამჯი. ჭიათურას, მაგრამ აიც ხო, მასაკანიდან ასე რომ ვთქვათ, დასამახსოვრებელი ყველაზე ისეთი ამბავი იყო, რაზეც თავიდანვე ვიხურე, რომ ჭიათურელი ბავშვი, აუ ჩემი კაი. ას ჩემი მასაკანის დასაწყის რეალურად არის სადღაც 14 წლის ასაკში, როცა ჭიათურის ლიგაზე პირველად გამოვედი, ჯერ ანუ გუნდს ერქვა მგლები რა. წარმოიდგინე, ანუ რისი დამტკიცება გვინდოდა, რომ მგლები დავარქვით გუნდს, ყველას შევჭამთ თუ რაღაცა, ვერ მოგვერევიან. თქვენი ის სიმღერე, მუსიკალური ნომრები და რაღაცები მე და თავა მიშო თაბაგარი ხა ის მაყურებენ, მაგრამ TikTok-ზე ძალიან ის არის აქტიურია და წარმატებები თავა. მე და თავა ვიყავით აი მაგასაკში პირველი ტიპები, ვინც ამას გუნდი შემოყარდა. კონდა ესეთი სიმღერა Big City Life ალბათ იცით ეგ სიმღერა რა ჩვენ დროს პოპულარული და ჩვენ კონდა ესე გადაკეთებული სხვათაშორის ჭიათურელმაც უფრო გამოცდილმა კავენში მან დაგვიწერა ეს ტექსტი თბილისიდან გამოგვიგზავნო პირადად ჩვენ არ ვიცნობდით ანუ გამოგზავნით იყო და სამწუხაროდ ტექსტი ჟერდა ასე რომ კლებს იცით რა იქ სურს მოგება იქ ხო და კლებს იცით რა იქ სურს მოგება ამიტომ რა ვიცი აუ ყველაფერს ეს რა ფართო მასისთვის არის შექმნილი ხო ასე ხარ ვაფშე ტელევიზორში ვაფშე ტიტრების არ
გლებს იცით რა იქ სულს მოგებაი არ ვიცი ეს არის იუმორის კლასი რომელსაც მე გთავაზობ 14 წლიდან და ძალიან კაი მაგ ამბიდა რომ დღემდე აქ ასე მოხვედი ეგ ძალიან დიდი წარმატება და ძალიან დიდი ამბავია და ჩემ პირველი მუსიკალური ნამუშევარის ჰოტელ კალიფორნია გადავაკეთე რომ გლებს რაღაცა მაგარი ქონია რაღაც სასწაული იყო რა კე ვერ მოიგეთ ხო ის ჯერერთი შეიძლება რომ ვერ მოვიგე რაზე შემატყვა მაგრამ მეორე ისაა რომ ვერ მოვიგეთ ხო და ვერც მოვიგებდით არა და სულდად მოგებაი არა მეორე ადგილზე მინიმუმ გავედით მახსოვს რა ნუ რაღაცები ჩაწყობითაც მაშინ სხვა ედეკიდებოდა ესე მასაკას უთხრათ მაყურებელსაც თუ როგორი დამოკიდებულება იყო მასწავლებლების, მშობლების და გარშემო-პირების, სადაც როგორი ის იყო რა, პირველობისკენ როგორი ბრძოლა იყო, ხელჩართული უფრო მეტად, ვიდრე ენით და სიტყვით არა. მასაკაში უფრო ხელჩართული ბრძოლა იყო მშობლების და რატო დააკელიქულა და კულისებში იყვნენ ჩამდგრელი იყო გულშემატკივრების ჩხუბი და რაღაცები და აი რაღაცა იყო ისეთი, რომ ვითომ რაღაცა ბრაზილია, არგენტინა თამაშობდა. River Plate, Boca იყო ხოლმე ზეცი. ხო, სხვანაირად იყო რაღაცეები, მაგრამ ის ემოცია იგივეა ისე მაგალითად რა ეხა რას გულისხმობ რომ ადრე მშობლებს ესეთ დამოკიდებულება ქონდათ ხოლმე ნუ ხშირ შემთხვევაში მე არ ვამბობ ყველას რომ როცა თავის შვილს მოუნდებოდა რომ სცენაზე გამოსულიყო ან მასანკანი ეთამაშე ცოტა აი მასხარა თუ რაღაცასთან აიგივებდნენ რა რომ რამე სერიოზულს მოკიდე ხელი რა გეხუმრება და მე სერიოზულად მინდა უთხრა ეხა მშობლებს რა დედებს მამებს რომ როცა თქვენი შვილი გადაწყვეტს რომ მას მოსწონს ადამიანების გაცინება, ნუ არ ვიცი, ამაზე კარგი თვისება რა უნდა კონდეს ადამიანს გულში. ან მესმის, ამიტომ პირიქით ხელი შეუწყეთ, დაეხმარეთ და ნუ პირველ რიგში თქვენ არ უნდა და არ ვქოთ მასხარა თქვენ შვილს თორე. მიგრეს უცხო მაყურებელიც ეტყვის, ან ჩვენც ახლა ჩვენს რეალობაში არის რაღაცა ისეთი სამსახურები თუ რა პროფესიები, რაზეც ნუ ჭიათურაში ცოტა სხვანაირად აი იუმორისტი რა ჩემიღლის იუმორისტი ხარ და დაახლოებით იგივე კომედი შოუში რო ვიყავ მამა ჩემი მე უნდა სამსახური იპოვე ალბათ შაბათი პარასკევი შეიძლება წელსაც არ აქვს მამა ჩემს აღიარებული ბოლომდე რომ ესეც სერიოზული სამსახური მე ზუსტად ვიცი რომ არ აქვს მამა ჩემს ბიჭო მეთქი შენ რომ მეუბნები რომ ახლა რას იმაშვებით ჭღანაობთ იქ რა მეთქი სხვა რას იფიქრებს მეთქინა და სხვა შორის არ მოყვება მამა ჩემი გადაღებებზე რომ ერთი გამომგუდო იმ სიცოცხლეში ხო არა ვის შორიდან უყურებს რა თქმა უნდა ეგრეა ნუ ხუმრობა ფაქტი ეს არის რომ იუმორისტი და მასხარა ერთმანეთისგან ისე განსხვავდება რავი მასაკანი არის ძალიან კარგი თამაში ბავშვის მოზარდის გასავითარებლად, მისი ტვინის გასავითარებლად, ურთიერთობების სასწავლებლად. იმისთვის რომ ფიქრი ისწავლოს თუნდაც, რამეზე მუშაობა ისწავლოს, ხუმრობის მოფიქრება ისწავლოს, ცოტა ხნით თუნდაც გაფრინდეს ტვინით, ჭიათურიდან და სხვა რამე ნახოს, ან ძალიან ბევრი დაციმა და იუმორი რო განასხვავოს და მეგობრობა ამაში და ძალიან ბევრი ურთიერთობა ამ თამაში ჩადებული. შემდეგ რაც არ უნდა პროფესიას მოკიდოს ხელი, აი ეს გამოცდილება აუცილებლად დაეხმარება ნებისმიერ მიმართულებას. ურთიერთობებში რა, ანუ ადამიანებს შორის ურთიერთობებისთვის არის საუკეთესო რამე რა ეს. საუკეთესოა ნამდვილად. ასე რომ დაეხმარეთ თქვენს შვილებს რომ ითამაშონ მასაკანი და ნუ ესეთი თუ იმის იუმორში და კარგი აქტივობებით დაკავდნენ ხოლმე. ოღონდ მეცადინეობის ხარჯი არ გააკეთოთ ეს ბავშვებო. თანუნაი მეცადინოთ. დუტ წიგნის გარეშე რა მინდა გინახოთ. გარდა ამ გადაცემისა ჩვენ ერთად რაღაცები ვიკეთებია კიდე. მასანკანის დროს ვერ დავემთხიეთ მართალია. წლები თამაშობდა ხო მაშინ. არა, მინდა სიამაყით განვაცხადო, რომ ფილმზე ვიმუშავეთ ერთად. პირველი ფილმი, რომელი ფილმი შემახსენეთ? ტიტანიკი. ტიტანიკი 4. კეთილები კინოში, კი, მაგარი პროექტი და მე მახსოვს. ეს სცენარი არ მახსენდება. აი წერის დროს ამდენს ვკისკისებდით, ეგ მახსოვს რა. რამდენჯერ წავიკითხეთ ეგ სცენა, ნუ ყველა სალცაკი ხო წავიკითხეთ ასე შემდეგ და ყველა წაკითხვაზე იყო აი ძალიან ბევრი სიცილი. ალბათ ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ფილმია
ალბათ, მაგრამ ხო, სცენარი რო უფრო ძლიერია ვიდრე ის შემოქმედებითი ამბავი, იმიტომ რომ ძალიან მალე გადავიღეთ ეგ ძალიან ისეთი ამბავი. სცენარიც მალე დავწერეთ. რამდენ ხანში დავწერეთ სცენარი? 10 დღეში არც კიდე. კვირაში ალბათ. მინიმუმ მოვუნდით. და 16 დღეში გადავიღეთ ფილმი და ეს იყო, არ ვიცი, დავწყდით მაშინ შვენიერი, ვისაც არ გაქვთ ნახე მეგობრებო, უნდა ნახოთ აუცილებლად. კი ბატონო. მაგრამ ვის არ აქვს ნახე. ჩემი აზრით ყველას მუშაობთ ერთად, რაზე ვიმუშავეთ? მასანკაზე ვიმუშავეთ ბავშვებთან. მასანკაზე თეატრის პირველ სეზონზე ვიმუშავეთ ერთად. მე დიდო იყო იმის სიყვარულის ამბავში. და ბოლოს დასკვნითი ამბავი დასკვნითი არა, შემდეგი ეტაპი იყო ეს გადაცემა, როდესაც ერთად ვიმუშავეთ და ძალიან კაი ამბავი გამოგვივიდა მე მგონი რა. ხოთაშორის ქალბატონი ლუიზა და ჩემი პერსონაჟი ნაირა, ერთმანეთის დაკარლები არიან რომ იცოდეთ. ფიბრო მაქონაო. და საერთო გაჭირება ერთად გადატანა. არა, ანზორი დაღუპული არის საწყალი. ცოცხალი არის ეგ არის. მაგრამ ის არის რა. როგორც შენ გიყვარს, შენი ქმარი ცოცხალი და გინდა რომ ცოცხალი იყო, ამას უყვარს ისე მკვდარი. გინდა რომ მკვდარი იყოს, იმიტომ რომ სხვანაირად ნაირა ვერ იქნებოდა ისეთი. ნაირა ყველა ნაირა. ისე ხოთაშორის აი რა აკაკი უფრო გამიგებს რომ პერსონაჟი გადასახვა ხო გასაგები. გოგუები დაგტოვე. გოგუები ეცამი რა და ყველაფარაკე რა. როცა ხო აიხავით იუმორია და მე რა და წაისვავ კრიმს და რაღაც პონტში რა შედიხარ იმ პერსონაჟში რა. ეხა ჰით ლეჯერი რო ჯოკერში შევიდა მთლად ეგრევე რა, მაგრამ რაღაცნაირად იმ ქალის ცხოვრებით ცხოვრობ იმ ის წუთების ის გრიმი რო გაქვთ რაღაცაზე გამწარებული რო ხარ და მართლა ცოტა ნაირასავით რაღაცაზე გაუბრაზებული ვარ ხოლმე მაგრამ მალე უნდა ბეჩა არა მე გითხრი რაღაცა ცოტა შიშების ხონა რო ჩავრჩი ხარ რომში რამე შველე ამიტოს სპორტიული რა იყო სპორტული გადაცემა ნახევრად სპორტული ნახევრად იუმორისტული და თავისთავად კითხავთ როგორც ჩვენ ყველა სტუმარს რომ აი რამე შეხება თუ ქონიებ სპორტთან ზოგადად რა. აუ, ძალიან გამომისა რომ მიყვარს ძალიან სპორტი და ბოლო დროინდელ ქართული სპორტის წარმატებები ძალიან გვიხარია და ჩვენი ხვიჩა და ამბები და რა ვიცი რაც მაგრები ვართ ქართველები რო ვართ ეგ მიხარია უკვე სპორტულადაც. სპორტთან ჩემი შეხება პირდაპირ რა ვიცი. ხშირად სპორტული რაღაც კალათბურთი ფეხბურთი მიყვარს. ფეხბურთზე მართლა დავდიოდი რა. ერთი წელი მაინც ვიყავი გუნდში. და მარცხენა ფეხით თამაშობდი. სუკანი. ხო და პუნტულა იყავი. ცოტა ზედმეტი წონები მქონდა და ნელა მოძრაობდი რა. მაგრამ დავდაჯერებული. მაგრამ დავდაჯერებული. ცოტა მაგვიანდებოდა, მაგრამ როცა მივდიოდი, კარგად მივდიოდი რა ბურთთან. აჰა, მე ზედმეტ სახელები ხარ ხო ის გუნდში რო აი ეს გვარიდან გამომდინარე ზოგს რაღაციდან, ნო ეს კლიჩკებოდი შიშაკონზე. კუპატ. აბა რამე რქვა თქვენი აზრით ვიყავი? კუპატა ხო, კუპატის პონჩი. ახლოს ხართ რა. კანავარ და ეს განაჩენებს ეკა მეკარის კოშკა ერქვა ვიღაცას ხალი ერქვა რაღაცა ყველაზე კაი ვერსია ხო გასულა არა ნუ მერქვა პავიდლო და ჩემი საფეხბურთოზე მეცახელია პავიდლო და არასდროს არ სადარბითქვა აი ჭიათურელი ხულიგანი ბავში რო შეგარქვევს მარტო თუ არა პავიდლო ახლა შენ დანახვის ეს პიტაბი ფილისელმა ბავშვმა რაიცის პავიდლო და დიელა ეს ხო შეგარქვევს ფილისელი ბავშვებისთვის ჯემი ერქვა პავიდლო რა გაიგოს ეს ბავშვი ჯემის თქვა და მე იყო საფეხბურთო ჩემი ზემესახელი პავიდლო და იმიტომ რომ ძალიან ბლანტი ვიყავი რა. ბიჭო, ისე სხვადასხვა მურაბა ვიყავი და არც იტალიაში რო გეთამაშა, სადმე ეგეთ ამბავში პავიდლო. არა, ცოტა ისეთი სპორტული სახელი არის რაღაც, მაგრამ ჭიათურაში პავიდლო. მაგრამ სად უნდა გეთამაშა 12 წლის ბავშვო პავიდლოს და გარქვეს სადღა უნდა ითამაშო. ეზოში თამაში აღარ მინდოდა იტალიაში კი. არჩევანი არადანზე პავიდლო ჩემთან არის. აუ სასაული წლები იყო, მაგრამ რაღაცა პატარა გამარჯვება. იქ აი შეხება პურთანაც და ფეხბურთთანაც. ქალაქის მასშტაბით ხო? კი რა თქმა უნდა. გასვლები ქონდა ის სტრაპონი ქუთაისის გუნდებზე თამაშებოდი ხოლმე. ზემო იმერეთი. კი. გასტროლი. დინა ზოგადად იუმორზეც რო ვისაუბროთ ახლა. ჩვენ ძირითადად მასანკანზე ვისაუბრეთ, მაგრამ მასანკანი საწყისი რა თქმა უნდა. თანამედროვე ქართული იუმორსაც რო შევეხოთ. რაღაც პრობლემები აქვს აშკარად. ქართული იუმორის თვალსაჩინო წარმომადგენლები ხართ ჩემო მეგობრებო. ჩვენს რაღაც პრობლემებია.
და რაღაცა პრობლემები თქვენს გაქვთ, ხო? კი, ზოგადად, რა ვიცი, ეგანაც აღნიშნე, რომ იუმორის გარეშე ცხოვრება ზოგადად არ არის ადვილი ჩვენი, მაგრამ იუმორის გარეშე ეს ალბათ ორჯერ უფრო რთული იქნებოდა და ანუ იუმორს აქვს თავისი დანიშნულება, რომელიც სწორად თუ გამოვიყენებთ, მართლა იმ ფუნქციას შევძენთ, რაც აქვს. ბევრად გაუადვილდება ადამიანებს, აი ხო ქუჩაში ხვდებიან და თქვენ რო ჩავთავთ ერთადერთი რაც მაცინებს თქვენი გადაცანა ეს რო გეუბნებიან ამას და ცოტა არ გვეუბნება, ხო, ანუ ხშირ შემთხვევაში ვთქვამთ, რომ აი გადავრთავი ის ხდება, ეს ხდება და თქვენთან რო განმორთავ ამშვიდებ. ამას რო გეუბნება, ამაზე კაი კომპლიმენტი რა შეიძლება მოისმინო. და კიდე უფრო მეტი შეგვიძლია დღევანდელ ქართულ იუმორისტებს ვეტყოდი იმას, რომ ძალიან ბევრი ნიჭიერი ქართული იუმორისტი ყავს. და ნუ ქართული იუმორის სკოლა არ ამგონია რომელიმე ქვეყნის იუმორის სკოლაზე სკოლა ეხა არ გვაქვს ესეთი რა ქვია ფორმით წარმოჩინები, მაგრამ ნუ ვიგულისხმოთ სკოლა ძალიან მაგარი გვაქვს, მე ასე ვთვლი და შეგვიძლია კიდე უფრო მაგრები ვიყოთ. არის პოტენციალი თითოეულ მე პირველ რიგში ჩვენ სამზე ვიტყვი რომ კიდევ უფრო მეტი შეგვიძლია და ყველას გვეხება ეს რა. ყველაფერს მივყევით მოყევი და ბოლოს ჩვენი აი ჭიათურული იუმორი რითი განსხვავდება? ჭიათურული იუმორი. ნუ იუმორი ზოგადად ხა იუმორია დავიწყოთ ამით. ჭიათურას აქვს თავისი სპეციფიკა ის რომ რა ვიცი თითქოს აი მიდიხარ და ყველა ეზოში რომ სადაც არ უნდა ეგ განწყობა გაქვს რომ აი აქ რო შევიდე ხა იქ დამხვდება მასმიძე რომელთან ერთადაც აუცილებლად რაღაცას გავიცინებ რაღაც ან ეგ განწყობა მე ალბათ იქედა რომ არ მაგიტომ არ ვიცი მაგრამ ჩვენთვის სამშობლიურია მაგრამ ხო ეგრეა რა ხო თითქოს ყველა იუმორს იყენებენ ჩვენთვის იმის სტუმარი საუბარშიც იუმორი ძალიან ისაა რა აი მიგიღო რა იმ იუმორი ჩვენ ბევრ ამას გეუბნება კი არ გაცინებს აბსოლუტურად შეუფერებელი სიტუაციაში გვშვევია იუმორი ნუ არა მაგრამ ერთდროს მაგრამ ნუ გვშვევია ჩვენთან სიმწრის სიცილი არის ალბათ განსხვავებული კიდე თუ შეიძლება ეს დაერქვას იმიტომ რომ ჭიათურა და ზოგადად ზემოიმერეთის სულ გაჭირვებაში სულ აი ესეთ ამბავში მაგრამ სულ გლიცინის ხასიათზე იყვნენ ეს ხალხი ალბათ ესე მგონია რა კი ეგ არის აი კლდიაშვილის ლიტერატურა რაც არის აი ცოტა კიდე უფრო ოდნავ სასაცილო გავხადოთ ნუ კლდიაშვილი არ შევეხოთ ოღონდ სხვა მიმართულებით ანუ იგივეა რა აი ჭირზე შემიძლია გამეცინო საკუთარ ჭირზე და ანუ ეს გიადვილებს რომ იმ ჭირს ებრძოლო თორე შეიძლება სულ არ ეცინება ადამიანს რა ჩვენ შემთხვევაში ყოფილა ხოლმე ეგრე რომ რაც უფრო რთულად გქონია ნუ მდგომარეობა ცხოვრების 1000 სხვა რაღაც მიზეზების გამო მით უფრო მაგრად ხადავთ აი გამთენია საერთოდ სტუდენტობა ერთად გვაქვს გატარებული და ერთ სახში ცხოვრობთ რაღაცა ეს საზმაკაცო სამეგობრო და აი გამთენია ძილის პირულზე რომ აი წაქცევაზე რო ხარ შიერიც რო ხარ და მართლა რომ ჯოკრის გარდა არაფერი არ გაქვს სახში საჭმელი რა საჭმელს რატო ჯოკერია საჭმელი აი გვიხუმრია ხოლმე აი ცუჩი გამთიშულ ვარ ციცი შიმშილისგანაც მაგრამ აი წაუღი ვარ მე მახსოვს კავენის რეპეტიციები რო ქონდა ხოლმე ანუ ყובה დღეში ერთხელ რეპეტიციის დროს და მე სახლებში მივდიოდით კი გვაჭმევდნენ ჩვენები მაგრამ რეპეტიციის დროს ეხა რა ვიცი ფული მოიკრიბებოდა იყო ერთჯერადი სუპის ფული ნუ თითო წევს ერთი სუპი ქონდა რა მივინა გარანტირებული თავისი 20 ჯერეთი 25 მაინც ღირდა მე გახდა ერთხელ მოხდა ეგეთი ფაქტი რომ სუპი ვიღაცამ 2 ცალი გაიკეთა ერთის მაგივრად და გუნდში ყოფნა არ ყოფნაზე მიდგა საქმე ხო არ მოუხსნა დისკვალიფიკაცია და რაღაცები არასდროს ჩამოცედ მეტი სუპი სოსკა კეჩუპები სოსკა კეჩუპები რა ესენი რა კაი დროს თამაშობდნენ ჩვენ ეს იმის ლუდის ჭიქებს ხო 200 ერთად ჩავდი ამ ბოძს გადაჭირა ერთი მაშება კუჭავს ხო კუჭავს დავისთავად ცხელი ან ნელ-ნელა ჩაასხა შეაყარო ის ხალი და მე სოსკა კეჩუპს ჩააწურავ შეგინდა რაღაცა სპაისი ჩილი პაპა ეგ ჩვენ დროს არ იყო და ძალიან მწუხარ ვერ მოვესწარი. აი გარი რა დიტო. ძალიან სიმნელი იყო თქვენ დროს. ძალიან ბნელოდა ძალიან. მართლა ანათებდა ის კეჩუპი რა. ხო და ანუ ეგ არის და დღე ანუ შუქს ნატურასთან მიიტანდი ეს გააჩერებდი მე ბნელ ოთახში შეიტანდი ანათებდა იმიტომ რომ ფოსფორი ქონა საოცრად ბევრი. აი ყველაზე კაი პასუხი ალბათ რა არის იუმორი არის ეგ რომ აი მაშინ როცა არაფერს იკეთეს არ ელოდები მეორე მხრიდან და მხოლოდ
შინაგანი мотиваცია გამოძრავებს და შენ აი მინდა გავაკეთო რაღაც სასაცილო სცენარი დავწერო მე რა რომ ერთჯერად სუფს ჭამან და მინდა გავიტანო და მე იქ ხალხი გავაჩარ ამას რომ ბავშვი რა კიდევ ერთხელ ვიმეორებ და ვინც ყო 1000-ჯერ გავიმეორებ თუ ეს თვისება არსებობს ბავშვის გონებაში არის ძალიან კარგი ადამიანი იქნება აუცილებლად რა მიყვარხართ ყველა ვინც სამთვისებით ცხოვრობთ მეგობრებო მოკლედ ჩემო ძირფასებო ჩვენი დასკვნითი გადაცემაა ძალიან გვიყვარხართ გეფერებით მეც მიყვარხართ ჩემს გამოვიდა ჩემი აზრით მე თქვენს თქვით თითო სიტყვა და მე მგონი კარგი სტარტი იყო რაღაცა ჩვენთვის განსხვავებულ ამბავში იმიტომ რომ ხშირად აღნიშნეთ რომ ძალიან ბევრი ვინერვიულეთ ამ ჩაწერებზე და ამ იმაზე იმიტომ რომ ჩვენთვის ძალიან განსხვავებული ამბავი იყო ეს გადაცემის ფორმატი და მგონი კარგად გამოგვივიდა ასე თუ ისე და მომავალზეც ვიტყვი რომ აუცილებლად თუ რამეს ვაკეთებთ არასდროს არ ვჩერდებით და სულ ვცდილობთ რომ უფრო და უფრო უკეთესი შევქმნათ ესე ჩვენი და მე კიდევ ერთხელ ილოცავთ ამ წარმატებულ სეზონს დავასრულეთ ახლა მშვენიერით და შემდეგი სეზონი კიდევ უფრო მაგარი შემდეგი კიდევ და ასე შემდეგ წარმატებები ძმებოთ რასაც აკეთებთ სერიალია გადაცემა თუ კიდევ მომავალი პროექტები ყველაფერი ყოფილიყოს კიდევ უფრო უკეთესი და უფრო მეტი წარმატებები მადლობა ძალიან დიდი მადლობა შენ გიორგის ბიჭებს ვინც კამერების უკან ხართ ახლა მადლობა ძმებო ყველაფრისთვის თანამშრომლობისთვის მეგობრობისთვის დიდი მადლობა Leader Sports ბაჩოს და ყველაზე დიდი მადლობა ჩვენს მაყურებელს. დროებით, მადლობა, ჩვენი სტუმარი იყო ტიტო კუპადაძე, შევხვდებით შემდეგ სეზონში. იგივე პავიდრო. იგივე პავიდრო. კარგად გზავნებოდეთ. კარგად.